მოგესალმებით, ჩემი ძვირფასებო და პირველ რიგში მინდა მადლობით დავიწყო როგორც ყოველთვის, მადლობა თქვენ არხის გამოწერისთვის, მადლობა კომენტარებისთვის, ჩემი ძვირფასებო, ხომ იყო ერთ-ერთი გამომწერისგან, რომ გამეკეთებინა გაშლა ბუმერანგზე. ნახოთ, აბა ჩემი ძვირფასებო, საერთოდ რომ იცოდეთ და ალბათ შესაძლებელია ბევრმა იცით კიდეც, რომ თუ ვინმე უსამართლოდ მოგექცევთ თქვენს ცხოვრებაში, ჩემ კარგებო, აუცილებლად სასჯელი, ასე ვთქვათ, სამყაროსგან არ დააყოვნებს. ამას ყველა თავის თავზე გამოსცდის იმ უსამართლობას, რა უსამართლობითაც, რა დოზითაც თქვენ მოგექცნენ უსამართლოდ, ისე რომ ეს თუნდაც არ იყოს ხო, არ განვიხილოთ. სამყაროში არსებობს ბუმერანგის კანონი და ყველას თავისი ჩადენილი ცუდი საქციელი უბრუნდება უკან. ჩემო ძვირფასებო, რა დოზითაც ჩვენ სხვის მიმართ რაღაც უსამართლობას ვიჩენთ, იგივე დოზით, ასე ვთქვათ, შემდეგ ჩვენ ვიმწვნევთ იმ ყველაფერს, ისე რომ ამის დარგი არ გქონდეთ. ჩემო ძვირფასებო, რომ ვინმე დარჩება დაუსჯელი, მაგრამ რა კი თხოვნა იყო, გვეჩქარება ჩვენ ყოველთვის ადამიანებს, საერთოდ ესია, სულწრაფები ვართ და გვეჩქარება ყოველთვის, რომ რაღაცნაირად ვიხილოთ ხო ის, არ ვიცი, რამდენად სიტყვაზე ამით, რა თქმა უნდა, სიამოვნებას ვერ მიიღებთ, ვთქვათ, სხვას რომ რაღაც ცუდი დაემართოს ხო, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს ადამიანი შვებას გრძნობს, რომ რაღაცნაირად უსამართლოდ ვინც მოექცა, ანუ დაუბრუნდა თავისი ჩადენილი საქციელი უკუღმა, ხო, ანუ კარგად დაუბრუნდა ერთი სიტყვით. რაღაცნაირად თითქოს შვებას გრძნობს ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანის ბუნება ესეთია. მოდი ვნახოთ მაშინ, ვისთვის არის ეს გაშლა, ხო, როგორ სიტუაციაში იმყოფებით, ვისგან გაქვთ რაიმე სახის ნეგატივი თუ გაქვთ და შემდეგ ვნახოთ რა სახის ნეგატივი გაქვთ და ვნახოთ რა ბუმერანგი დაუბრუნდება იმას, ვინც თქვენს მიმართ რამე ნეგატივი, რაიმე უარყოფითი მოიმოქმედა. ვნახოთ, ხო? ვნახოთ, ვისთვის არის ეს გაშლა. ვისთვის არის ეს გაშლა, ჩემო ძვირფასებო. ნახეთ, 7-იანი ხმალი ამოვიდა პირველივე არკანი. ჩემო ძვირფასებო, ერთი სიტყვით, ნამდვილად არის თქვენს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, რომ შეიძლება ითქვას, თქვენ შესაძლოა ამას ვერც ამჩნევთ, მაგრამ გამუდმებით თქვენს მიმართ არის თვალთვალი, არის თქვენი რაღაც ერთი სიტყვით თქვენს მიმართ აგრესია, იმიტომ რომ ნახეთ, სულ ხმლები 7-იანი ხმალი, 2-იანი ხმალი და რაინდი ხმლის. ანუ ნამდვილად თქვენს ცხოვრებაში შესაძლებელია ძალიან ბევრი არაკეთილის მსურველი ყავთ. არაკეთილის მსურველი ყავთ და თქვენს ცხოვრებას თვალსადევნებენ, ერთი სიტყვით არ გასვენებენ, იქექებიან ყველა მიმართულებით, საიდანაც კი შეიძლება რაიმე ინფორმაცია მოიწვიონ თქვენს შესახებ და შესაძლოა ძალიან ბევრ რაღაც ისეთ ქმედებებსაც ჩადიან თქვენ ზურგს უკან, რომ თქვენ შესაძლოა ამის შესახებ არც გესმით, არც ვერც ხედავთ, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ეს შეიძლება იყოს ჭორები, უსამართლოდ გავრცელებული ჭორები, შესაძლებელია, პიროვნება, რომელიც არ ფიქრობს, ანუ თქვენს მიმართ შესაძლოა ისეთ რაღაც ქმედებებს აკეთებენ, რომ ეს უფრო ხმლები, უფრო სიტყვიერი, ასე ვთქვათ, ნეგატივია თქვენს მიმართ გამოშვებული, შეიძლება იყოს ჭორი, არ ვიცი, ერთი სიტყვით ნებისმიერი რა ნეგატივი, რომელიც სიტყვით მენტალურად გონებით ხდება და არც კი ფიქრობენ ამას რა შეიძლება შედეგი მოხვეს, ხო? ანუ როგორი მომენტია, იცით, აქ გამოდმებით, რომ ცდილობენ რაღაც ზიანი მოგაყენონ, ხო, ზიანი მოგაყენონ. ესეთი სიტუაციაში ხართ, შესაძლებელია ძალიან ბევრი თვალი ვიყურებთ, შურიანი თვალი და ძალიან ბევრი რაღაც ინტრიგები და ჩახლართული სიტუაციებს მიჩვენებს აქ მე, ისე 5-იანი ხმალი შესაძლებელია ეს მოდის პირისგან, ვინც თქვენთან რაღაც კონფლიქტურ სიტუაციაშია, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ცდილობთ, ან უკვე ამ პიროვნებასთან გაწყვეტილი გაქვთ კონტაქტი, ყველანაირად ცდილობთ გაერიდოთ, გაექცეთ, ასე ვთქვათ, თქვენ ამ პიროვნებას, კი, აღარ გაქვთ ამ მომენტისთვის, ამ პიროვნებასთან თქვენ აღარ გაქვთ ურთიერთობა,
ვისგანაც აი ეს ნეგატივი მოდის, მაგრამ თქვენზე გამუდმებით ხორციელდება სხვებთან, ასე ვთქვათ, თქვენზე ჭორაობა და თქვენი ცხოვრების განხილვა და ასე შემდეგ შეთქმულებასავით რაღაც მუდმივად ზურგს უკან, თქვენ ზურგს უკან ხდება მუდმივად რაღაც ტყუილის აგორებები და ასე შემდეგ. თქვენ ამ პიროვნებასთან ხართ, ანუ არ ხართ ურთიერთობაში ჩამოკიდებული კაცი და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამ პიროვნებას მუდმივად ცდილობთ, რომ თავი აარიდოთ სიტყვაზე, არ ქონდეთ კომუნიკაცია, კავშირი, ერთი სიტყვით, აი ასეთ სიტუაციას მიჩვენებს აქ თქვენთან, თუ გეცნოთ საკუთარი თავი და საკუთარი სიტუაცია, მაშინ გააგრძელეთ ყურება. ანუ თქვენ ამ პიროვნებასთან ვისგანაც ეს ნეგატივი მოდის, ამ მომენტისთვის არ გაქვთ კავშირი, ან პაუზა, ან ერთი სიტყვით, აღარ გაქვთ შეხება ამ პიროვნებასთან, მაგრამ ეს პიროვნება მაინც მუდმივად თქვენზე რაღაც ცდილობს, რომ თქვენს ცხოვრებას, თქვენს ნაბიჯებს რაღაც თვალი ადევნოს. შემოძვირფასებულ შესაძლებელია ზოგიერთთან ეს საკითხი უკავშირდებოდეს სამსახურის თემასაც. ნუ დაგვავწდება, რომ საჯარო გაშლაა შემოძვირფასებო და ანუ აქ ყველა ძალიან ბევრი უყურებს ხო და ამიტომ ერთ-ერთი ვარიანტი იქნება, რომ შესაძლებელია ამ პიროვნებასთან, ანუ ეს პიროვნება, ვისაც ვიცახი ხო, თქვენს რაღაც სამსახურის თემას უკავშირდება, ანუ სამსახურში ხდება პიროვნება, რომელთანაც შესაძლოა გაკავშირებდეთ რაღაც სამსახური, ან გაკავშირებთ სამსახური. აი ხმლის დედოფალი ამოვიდა. კი, აქ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრთან იქნება რეზონირებაში ისე, რომ სამსახურში ყავთ ვინმე არაკეთილის მსურველი, ვინც ცდილობს მუდმივად, ასე ვთქვათ, ფეხი დაგიდოთ და რაღაც თქვენ ზურგს უკან რაღაც ინტრიგებს და ასეთ არასასიამოვნო ქმედებებს განახორციელებს. ხმლის დედოფალი ამოვიდა აქ შემოძვირფასებო. დაგაკავშირებთ, მე მაინტერესებს ხმლის დედოფალთან. ანუ ეს ხმლის დედოფალი კი, თქვენ იცით როგორი მომენტია. ზოგიერთად შესაძლებელია ეს, როგორც უკვე გავიმეორე, იყოს სამსახურთან დაკავშირებული საკითხი და ზოგიერთად შესაძლებელია იყოს სასიყვარულო საკითხში, ანუ პარტნიორთან მიმართებაში. შესაძლებელია პიროვნება, რომელიც ცდილობს, რომ რაღაც თქვენ ფეხი დაგიდოთ, ხო? თქვენ მასზე წინ დგახართ და ყველანაირად შესაძლებელია კარიერული თვალსაზრისითაც, ანუ საქმეები უკეთესად მიგდით, შესაძლებელია პარტნიორულ ურთიერთობაშიც უფრო აწყობილი გაქვთ ცხოვრება, ანუ თქვენს გვერდით არის პარტნიორი, მოსიყვარულე და ამ ყველაფერს რაღაც ნახეთ ცდილობს, დაგეწიოთ, ცდილობს პიროვნება, რომ დაგეწიოთ, აი თქვენ აქ ხართ და ეს მოგდებთ უკან ნაბიჯებს, ყოველ ნაბიჯზე და ცდილობს, რომ რაღაცნაირად დაგეწიოთ, თითქოს გბაძავთ კიდეც, არ არის გამორიცხული, რომ გბაძავდეთ კიდეც, ხო, მაგრამ ამას ვერ ახერხებს და რაღაცნაირად თითქოს ერთ ადგილზეა, ასე ვთქვათ, გაყინული მისი მდგომარეობა, წინ ვერ მიდის და აი ეს აგიჟებს სწორედ. ნუ თუ გეცნოთ სიტუაცია და თქვენი თავით შემოძვირფასება, მაშინ გავაგრძელოთ, ხო, რა ბუმერანგი დაუბრუნდება პიროვნებას, ვინც ერთი სიტყვით ესე თქვენს მიმართ რაღაც ცდილობს მუდმივად, რომ ფეხი დაგიდოთ. ბუმერანგი თქვენს არაკეთილის მსურველს რა სახის ბუმერანგი დაუბრუნდება. შემოძვირფასებო, აქ იცით როგორი მომენტია. მე ხა ეს არ არის ის გაშლა, რომ ჯადოები და ესეთი რაღაცეები, მაგრამ თვალითაც და სიტყვითაც შესაძლებელია ნეგატივის მიყენება, ხო? ნებისმიერს შეუძლია რომ გაგთვალოთ და აი ეს ბოროტი თვალი და ნეგატივი რაც შეიძლება რომ სიტყვით მიადგეს ადამიანს, მე მგონი ესეც არანაკლები ზიანია და არანაკლები ერთი სიტყვით დამაზიანებელი ადამიანისთვის. და მოდი ვნახოთ მაშინ რა ბუმერანგი დაუბრუნდება, ან თუ უკვე დაუბრუნდა პიროვნებას, ვინც თქვენს მიმართ უსამართლოდ იქცევა და ვინც თქვენ უსამართლოდ გექცევათ და ზიანს გაყენებთ უსამართლოდ. რა ბუმერანგი დაუბრუნდება პიროვნებას, ვინც თქვენ უსამართლოდ გექცევათ და უსამართლოდ ცდილობს, რომ
ნახეთ როგორი მომენტია ჩემო ძვირფასებო. იეროფანტი აქ ამოვიდა, შემდეგ სამიანი ეს არის გრიმუარის დასტა და აქ სხვანაირი აქ ის უფრო ის არის კი ჩემო ძვირფასებო, აი როგორი მომენტია, იცით, ჯერ ერთი რომ სამყარო ნამდვილად ყველაფერს ადევნებს თვალს და უზენაესი ძალები ხო ყველაფერს ხედავენ და ყველას ნამდვილად იმდენი ის მიეზღუება, ნახეთ, რასაც იმსახურებს იეროფანტი და ყველას ნახეთ ეს სამიანი კვერთხია როგორ ადევნებენ თვალს ზემოდან ვინ რას აკეთებს ხო რაღაც საქმიანი პროცესია და ვინ რას საქმიანობს და ამ პიროვნებას ბუმერანგი სამაგიერო უკვე უბრუნდება, ნახეთ როგორ გასცემს პიროვნება ყველას ხელგაის ასე ვთქვათ იმ ექვსიანი პენტაკლი სამართლიანობის არკანია ერთ-ერთი ხო და ნახეთ ძალის არკანი ორბიანი ხმალი, ანუ როგორი მომენტია აქ ჩემო ძვირფასებო, ვინც თქვენს მიმართ ასე ვთქვათ უსამართლოდ იქცევა და ზიანს გაყენებთ, შეიძლება ითქვას რომ მას ეს ბუმერანგი უკვე უბრუნდება, ნახეთ როგორ არის მოქცეული კოლბაში და ნახოთ კიდევ ნახეთ ფორტუნას ბორბალი და ცხრიანი ხმალი, ნახეთ რა საშინელ ეს პიროვნება უკვე გრძნობს თავის თავზე, შეიძლება ითქვას რომ შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემაც შეექმნას, არ არის გამორიცხული რომ წარმატების გზა დაებლოკოს საერთოდ და ბევრ რამეში ხელი მოეცალოს, ანუ იბლოკება ეს პიროვნება რეალურად, მისი რაღაც ყოველი ქმედება შემდეგ უკვე იბლოკება, თვითონ აღარ ემართება ხელი არაფერში, გამოვალ სიტუაციაში ვარდება, ამ ყველაფერს უკვე შეიძლება ითქვას რომ პიროვნება უკვე იმწვევს იმ ბუმერანგს, რაც თქვენს მიმართ განახორციელა. არ არის გამორიცხული რომ გარეგნულადაც ეტყობოდეს მას, სარკეში იყურება პიროვნება და თავის თვითონვე ეშინია. აი ესეთი ბუმერანგია. შესაძლებელია ეს როგორ გითხრათ, იცით, ნახეთ, მისი ოცნებები, მისი ჩანაფიქრები, ასე ვთქვათ, რისკენაც მიუტვის, ხელი არაფერში არ ემართება პიროვნებას რეალურად. მას ეს ბუმერანგი უკვე უბრუნდება, ჩემო ძვირფასებო და სამართლიანობა უკვე კი როგორც ასე ვთქვათ, თუ სიტყვაზე რაიმეს კიდევ ნახეთ ილუზიებშია პიროვნება და მუდმივად ცდილობს, ნახეთ, თავისი ცუდი ქმედებების გამო დასტის ძირზე ყველაფერი ერთმევა, ერთი სიტყვით, ყველაფერი ერთმევა. სიყვარულშიაც არ უმართლებს, ჩემო ძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხერმოწარული პიროვნება რჩება, ნახეთ, უზენაესი სამსჯავრო პიროვნებას რომ იტყვიან თავისი ჩადენილი ქმედებების, ასე ვთქვათ, საფასურს უკვე იმკის ეს პიროვნება. არც პარტნიორულ ურთიერთობაში უმართლებს, არც სამსახურებრივ სფეროში, ხო, ფინანსურის თვალსაზრისითაც ძალიან ისეთ საორჭოფოდ აქვს საქმე. კი, აქ ძალიან დიდი უკვე პიროვნებაზე, ვინც თქვენ უსამართლოდ გექცევათ, ტრანსფორმაცია მიდის უკვე, ტრანსფორმაცია და ნახეთ როგორ თვითონვე ცდილობს რომ ორმოდან იმ ორმოში, სადაც არის ჩავარდნილი, თვითონვე ამოვიდეს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, ჩემო ძვირფასებო, 10-იანი კვერთხი. ძალიან რთულად აქვს ერთი სიტყვით საქმე, მე აღარ გავაგრძელებ, აზრი აღარ აქვს, ისეთი არკანები ამოვიდა, რომ პიროვნებას უკვე თავისი ქცევების ბუმერანგი, ასე ვთქვათ, თავისი ქცევებისთვის უკვე უბრუნდება და ამას უკვე იმწვევს, ჩემკარგებო. ну, ასეთი იყო დღევანდელი გაშლა, ძალიან მაინტერესებს გამომეხმაურებთ, ჩემო ძვირფასებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მადლობა და ნახვამდის.